ტრამპის გამარჯვებამ, როგორც ჩანს, ეკონომიკაც დააბნია, საფონდო ბირჟებზე დილიდან ქაოსი იყო. დოლარი გაუფასურდა, თუმცა ანალიტიკოსები პრობლემას მაინც მოკლევადიან ჭრილში განიხილავენ. რა პროცესთან გვაქვს საქმე და რამდენად არის ეს საქართველოსთან კავშირში, ან შეიძლება იყოს, ბექა პატურაშვილი აგვეხსნის. პანიკა სავალუტო ბირჟებზე არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების თანავე და ორი ძირითადი ტენდენცია. განვითარებადი ქვეყნების ვალუტასთან დოლარმა გამყარება სწრაფად დაიწყო და ეს პირველ რიგში მეზობელი მექსიკის პესოზე აისახა. დოლარი 2%-ით გაუფასურდა ევროსთან და შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებაში, 1%-ით ფუნტთან, იაპონურ იენთან კი 3%-ზე მეტით. პარალელურად ფასი და მოთხოვნა იზრდება ოქროზე. ანალიტიკოსების აზრით რყევები ნაწილობრივ პერსონალურად დონალდ ტრამპს და მის არაპროგნოზირებად პოლიტიკას უკავშირდება. უნდა აღინიშნოს, რომ გაოცებაა საფონდო ბირჟებზეც, რამე თუ ყველა ელოდა, რომ არჩევნებში ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებდა. წინასაარჩევნო პერიოდში პანიკა ისედაც შეიმჩნეოდა, თუმცა ახლა პიკს მიაღწია. შედეგად დოლარის დასუსტება მივიღეთ, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს ფონი რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში გადაივლის. უნდა აღინიშნოს, რომ იქნება სერიოზული ვარდნა საერთაშორისო ბირჟებზე, განსაკუთრებით აზიისა და აზიის შერეულ ბაზრებზე. პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე კონკრეტულად გაირკვევა თუ რა ტიპის პოლიტიკა ექნება დონალდ ტრამპს. ქართველი ექსპერტები ფიქრობენ, რომ არჩევნებით გამოწვეული არასტაბილურობა მოკლევადიანი ეფექტის მატარებელია და ვალუტის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ლარის კურსზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირ გავლენა ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებს არანაირი არ აქვს, უბრალოდ სოფლიო ბაზარზე თუ ხდება მოკლევადიანი რყევები, ეს შეიძლება გარკვეულწილად ჩვენ ვალუტაზეც აისახოს ირიბი ფორმით, ხო? ამიტომ საგანგაშო არაფერი არაა, შეგვიძლია დაველოდოთ მოვლენების განვითარება შემდგომ პერიოდებში. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობა საკმაოდ სუსტია, ახალი პრეზიდენტის არჩევა ამერიკაში მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე ვერ მოახდენს პირდაპირ გზით. თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ტრამპი აპირებს რუსეთის ხელშეწყობას, რომ ის აპირებს საკმაოდ პოპულისტური ნაბიჯების გადადგმას, თუ მას მიეცა საშუალება, რომ ეს თავისი ჩანაფიქრი რეალობაში განახორციელოს, მაშინ შესაძლოა ირფი გზებით საქართველოს დაზიანდეს და დაზარალდეს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. იმ ფონზე, რომ სოფლიოს წამყვან ვალუტებთან მიმართებაში დოლარი ეცემა, საქართველოში ლარი კვლავ უფასურდება. დღეს ეროვნულმა ბანკმა 10 ნოემბრის გაცვლითი კურსი დაადგინა, სადაც დოლარი დღევანდელთან შედარებით 1 პუნქტით არის გაძვირებული. შესაბამისად, ხვალ 1 დოლარის ღირებულება 2.45 ლარი იქნება.